საღამო მშვიდობის დღეს 21 თებერვალია პარასკევი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რომელიც საფეხბურთო მატჩების ჩვენების ვალდებულების გამო საეთერო ბადის ცვლილებასთან იყო დაკავშირებული, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და განვაგრძობთ საუბრებს მთავარზე ბიზნესსა და ეკონომიკაში. მე ჟურნალისტი ფირუზ ბოლქვაძე ვარ, დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. 2025 წელს სრულიად ახალ სამოგზაურო ინიციატივას წარმოგიდგენთ. არაბული ქვეყნების ინტერესი საქართველოში ინვესტირებისადმი და ახალი პორტალი აჭარის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის პოპულარიზაციისთვის. პლატფორმა არა მხოლოდ მოგზაურობისთვის არის სასარგებლო, არამედ ადგილობრივი ბიზნესებისთვისაც. რა პერსპექტივა აქვს რეგიონს გალფის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების? ეს ინოვაციური პროექტი ექსკლუზიურად ჩვენს ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი. როგორ შეუძლია ბიზნესს საჭირო იურიდიული დახმარების ინოვაციური გზებით მიღება? თანამედროვე რეალობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართლის სხვადასხვა დარგის გაციფრულება რომ მოხდეს. და რას ცვლის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა საკვები პროდუქტების წარმოებაში? ეს ჩვენი ქალაქისთვის ძალიან კარგი სიახლეა და ვისურვებდი, რომ ბევრი ესეთი ობიექტი იყოს. საინვესტიციო და ტექნოლოგიური სიახლეები ბიზნესში და მისი შესაძლო შედეგები. რატომ არის მნიშვნელოვანი გქონდეს ახალი მიდგომები? მეტი ინფორმაცია საქართველოსა და აჭარის შესახებ გლობალურ ქსელებში ვიზიტორთა გაზრდილი რაოდენობა და ახალი ინვესტორები და ინვესტიციები ქვეყანაში. ეს იმ შედეგების არასრული ჩამონათვალია, რომელთა მიღწევად საქართველოს ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილ ახალ ინტერნეტ რესურსს აქვს დასახული. საინფორმაციო სამოგზაურო პორტალი, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში ამოქმედდა, მთავარ აქცენტს სპარსეთის ყურის, იგივე გალფის ქვეყნებზე აკეთებს, თუმცა ფარავს ევროპისა და აზიის სხვა ქვეყნებსაც და შესაბამისად ზრდის საქართველოში მოგზაურობის მსურველთა პოტენციურ აუდიტორიას. პროექტის ავტორების თქმით, სიახლეები და ინოვაციური მიდგომები, რომელიც ახალ პროდუქტშია ინტეგრირებული, წაახალისებს როგორც მოგზაურობას, ასევე ტურიზმის ბიზნესს. ამასთან მოხდება ქვეყანასა და რეგიონში მდებარე ისეთი ტურისტული ზონების გააქტიურებისთვის ხელშეწყობა, რომლებიც ღირსშესანიშნავია, თუმცა ნაკლებად პოპულარიზებული და დატვირთული. უფრო მეტ სიახლეზე სტუმრისგან გავიგებთ, მანამდე კი კიდევ ერთ ინოვაციაზე. აპლიკაცია, რომელიც ბათუმელმა სტარტაპერებმა შექმნეს, ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საშუალებას აძლევს სამართლებრივი დახმარება დისტანციურად სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად მიიღოს. ასევე შეადგინოს და გააგზავნოს ადმინისტრაციული საჩივრები და წარმართოს მასთან დაკავშირებული პროცედურები. დღესვე ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ცვლის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა წარმოებული პროდუქციის ხარისხს და როგორ ზრდის ნდობას წარმოების პროცესის გამჭვირვალედ მომხმარებლის თვალწინ წარმართვა. ამ საკითხს კი განვიხილავთ ბათუმში ახლად გახსნილი ერთ-ერთი მინი საწარმო ობიექტისა და მაღაზიის მაგალითზე, სადაც ნახევარფაბრიკატების წარმოება და რეალიზაცია ხდება. მოკლედ, როგორ ცვლის თანამედროვე მიდგომების, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება ბიზნესის წარმოებასა და მიღებულ შედეგებს, დღეს ამ თემაზე ვისაუბრებთ. გადაცემის სტუმრები კი იქნებიან ინოვატორები, პორტალ Travel Plus-ის პროექტის ხელმძღვანელი და პარტნიორი გვანცა ქირია, აპლიკაცია კოდექსის შემქმნელი იურიდიული კომპანია NG-ს დირექტორი ზურაბ კონცელიძე და კომპანია გასტრომითის კომერციული დირექტორი ქეთევან ზაქაიძე. გადაცემის მსვლელობისას ტრადიციულად შემოგთავაზებთ თემაზე ჩაწერილ კომენტარებს და გაგაცნობთ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს ტურიზმის ადგილობრივი ექსპორტისა და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების შესახებ. მას ასე დავიწყოთ და თავდაპირველად გავეცნოთ ინფორმაციას საერთაშორისო ვიზიტების შესახებ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2024 წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ქვეყანაში დაფიქსირებული საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების შემოსვლა გაიზარდა 4.5% და მიაღწია 1.6 მილიონს, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა 5.1% და მიაღწია 1.4 მილიონს. რაც შეეხება წარმომავლობას, ვიზიტების ყველაზე დიდი წილი 22.7% მოდის რუსეთის, 17.5% თურქეთის და 12.8% სომხეთის მოქალაქეებზე. ამავე მონაცემების თანახმად, გასული წლის მეოთხე კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების ყველაზე დიდი წილი 44% მოდის დასვენებაზე, გართობასა და რეკრეაციაზე. რაც შეეხება დანარჩენს, ვიზიტების 27% მოდის მეგობრის ნათესავის მონახულებაზე, 14% ტრანზიტზე სხვა ქვეყანაში გადასასვლელად, 7% პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობაზე, 6% საყიდლებზე, ხოლო 2% სხვა მიზნებზე.
მონაცემები მონახულებული რეგიონების შესახებ საქსტატის ინფორმაციით გასული წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა დედაქალაქში, რაც შეეხება რეგიონებს, ვიზიტების 21% მოდის აჭარაზე, 10% მცხეთა-მთიანეთზე, 7% იმერეთზე, ასევე 7% ქვემო ქართლზე, ხოლო დანარჩენი 15% სხვა რეგიონებზე. მონაცემები კმაყოფილების დონის შესახებ ამ შემთხვევაში ვიზიტორთა ნახევარზე მეტი 52.8% აღნიშნავს, რომ იყო ძალიან კმაყოფილი, რაც შეეხება სხვა შეფასებებს 41%-მდე იყო კმაყოფილი, 4.8% არც კმაყოფილი და არც უკმაყოფილო, 0.3% უკმაყოფილო, 0.2% ძალიან უკმაყოფილო, ხოლო 1%-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა. და ბოლოს მონაცემები ხარჯების განაწილების შესახებ საქსტატის ინფორმაციით გასული წლის მეოთხე კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტმა ვიზიტორებმა საქართველოში მოგზაურობისას ჯამში დახარჯეს 2.959 მილიონ ლარზე მეტი, საიდანაც 28% მოდის განთავსებაზე, 27% საყიდლებზე, 21% საკვებსა და სასმელზე, 16% გასართობ გამაჯანსაღებელ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე, 8% ადგილობრივ ტრანსპორტზე და 1% სხვა ხარჯებზე. ასეთია მონაცემები უცხოელ ვიზიტორთა შესახებ 2024 წლის მეოთხე კვარტლის მიხედვით, ახლა პორტალ Travel Plus-ის შესახებ მომზადებული ინტერვიუ პირდაპირ ეთერში ვიდეო მასალის დასრულებისთანავე სტუმართან ერთად დაუბრუნდებით. 2025 წელს სრულიად ახალ სამოგზაურო ინიციატივას წარმოგიდგენთ, რომელიც რადიკალურად შეცვლის საქართველოს შესწავლისა და აღმოჩენის გზას. ეს ინოვაციური პროექტი ექსკლუზიურად ჩვენს ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი და ტურიზმის ახალი მსოფლიო სტანდარტის დასაწყისი გახდება. ჩვენი პლატფორმის თითოეული მომხმარებელი მიიღებს დამატებით ბენეფიტებს თავის სამოგზაურო ბიუჯეტზე, რაც მათ მოგზაურობას კიდევ უფრო საინტერესოს, მომგებიანსა და დაუვიწყარს გახდის. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ჩამოდიხართ საქართველოში და თქვენი სამოგზაურო თანხა მყისიერად იზრდება. ეს გაძლევს შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი ნახოთ, გამოსცადოთ და დატკბეთ ქვეყნის სილამაზით, დამატებითი ხარჯის გარეშე. ეს სრულიად ახალი, გარდამტეხი მიდგომა ტურიზმში, რომელიც სარგებელს აძლევს არა მხოლოდ სტუმრებს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობას, ბიზნესებსა და მთლიანად საქართველოს ეკონომიკას. აი რატომ არის ეს ინიციატივა ნამდვილად უნიკალური საქართველოსთვის. ტურისტები და ადგილობრივები იღებენ გაუმჯობესებულ გამოცდილებას, რაც მათ საშუალებას აძლევს უფრო მეტი სიამოვნება მიიღონ სასტუმროებში, რესტორნებში, კულტურულ და გასართობ ადგილებში. ადგილობრივი ბიზნესი იზიდავს მეტ მომხმარებელს, რაც ხელს უწყობს მათ ზრდას და წარმატებას ტურიზმის სარდ სექტორში. საქართველო პოზიციონერებს როგორც ინოვაციური და მომავლისკენ მიმართული ტურისტული დანიშნულების ადგილი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოიზიდავს ვიზიტორებს. მსგავსი ინიციატივა არ არსებობს არც ერთ სხვა ქვეყანაში. ჩვენი პლატფორმა არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებას ემსახურება, არამედ ქმნის სარგებლის მქონე ეკოსისტემას, რომელშიც ყველა მხარე იმარჯვებს. ეს არის პროექტი, რომელიც საქართველოს აქცევს მოგზაურთათვის ყველაზე კომფორტულ, ეკონომიკურად მიმზიდველ და შთაბეჭდილებებით სავსე მიმართულებად. ინიციატივის სრულ დეტალებს მალე გაგიზიარებთ, მაგრამ ერთი რამ უკვე ნათელია. ეს პროექტი რევოლუციას მოახდენს საქართველოში ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარების გზაზე. თუ თქვენ ხართ მოგზაური, რომელიც ახალ თავგადასავლებს ეწევს, ადგილობრივი, რომელიც მზადაა ახალი შესაძლებლობებისთვის, ან ბიზნესის მფლობელი, რომელიც მეტი მომხმარებლის მიღებას გეგმავს, მოემზადეთ რაღაც განსაკუთრებულისთვის. 2025 წელს ჩვენი პლატფორმა შეცვლის თქვენი მოგზაურობის გამოცდილებას. მეტი ღირებულება, მეტი გამოცდილება, მეტი დაუვიწყარი მომენტი საქართველოში. და ახლა უფრო დეტალურად ახალი საინფორმაციო და სამოგზაურო პორტალის შესახებ სტუმარი პროექტის ხელმძღვანელი და პარტნიორი გვანცა კირია ისაუბრებს. საღამშვიდობის გვანცა, დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ თქვენ სპეციალურად გადაცემაში მონაწილეობისთვის ჩამოგბრძანდით დედაქალაქიდან. წარმატებებს გისურვებთ თქვენ საქმიანობაში. ჩვენ ვიცით, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურებულია, ესე ვთქვათ, ბიზნეს ინიციატივები და საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ არაბული ქვეყნები დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით, საკმაოდ მსხვილ ინვესტიციებზეა საუბარი, მათ შორის აჭარის რეგიონში. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ არაბული კომპანიები და ესე ვთქვათ, არაბული ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ აქტიურად საქმიანობენ და სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად არიან ჩართული ბიზნეს საქმიანობებში. ერთ-ერთი კომპანია, ის კომპანია, რომელზეც ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ, და ძალიან საინტერესოა ამ შემთხვევაში, როგორია თქვენი კომპანიის აქცენტები, რა ბაზარზე გაქვთ გათვლა, იმიტომ რომ მე მოვისმინე, რომ მთავარი აქცენტი მაინც გაკეთდება უფრო მეტად არაბული, ანუ გალფის ქვეყნების
მოქალაქეების მოსაზიდად საქართველოში ტურისტული მიზნით. თუმცა შესაძლებელია სხვა მიზნებიც გვაქვს და მოდით ამაზეც მოვისაუბროთ. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით თქვენს მაყურებელსაც. დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება Travel Plus, Travel Plus-ი წარმოადგენს ინოვაციურ ციფრულ აპლიკაციას, რომელსაც ანალოგი არ აქვს არც საქართველოში და არც მსოფლიოში. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ეს არ არის მხოლოდ არაბულ ქვეყნებზე გათვლილი, რა თქმა უნდა. პირიქით ჩვენ ძალიან ასე ვთქვათ, როგორც თუ ტურიზმს ვეხებით, აბსოლუტურად ყველა ქვეყანა მოიაზრება ამ აპლიკაციაში, თუმცა მთავარი მიმართულება მაინც ქართველ მოსახლეობაზეც გვაქვს და როგორც მოკლედ უცხოელი მოქალაქეები, ტურისტები, ასევე ქართველები შეძლებენ ამ აპლიკაციის გამოყენებას. ანუ ეს პროდუქტი არ იქნება მიმართული მხოლოდ საერთაშორისო ბაზრისკენ და ადგილობრივი ტურიზმის ახალისებასაც შეუწყობს. ეს ძალიან საინტერესოა. აი რა არის განსაკუთრებული და უნიკალური ამ პროდუქტში? ჩვენი აპლიკაცია იქნება NFC ბარათით ხელმისაწვდომი და ჩვენ თავაზობთ მოსახლეობას ყველა ჩარიცხულ თანხაზე დამატებით 25%-ს. რაც მოიაზრებს იმას, რომ თქვენ გაქვთ ბარათი აპლიკაცია და ჩარიცხეთ 100 ლარი. თქვენ ავტომატურად დაგიჯდებათ 125 ლარი ბარათზე და შეძლებთ დახარჯოთ ეს თანხა ჩვენს პარტნიორ კომპანიებში. ჩვენი პარტნიორული კომპანიები ესენი არიან რესტორნები, სასტუმროები, გასართობი ლოკაციები და ასევე ვეხებით სამედიცინო სფეროებსაც. რა თქმა უნდა, სამომავლოდ ვაპირებთ გავზარდოთ ეს მოცემულობა და დავამატოთ სხვა კატეგორიზაციაც, თუმცა დასაწყისისთვის ეს გვაქვს. და მომხმარებელს შეუძლია არამხოლოდ ასე ვთქვათ, არამხოლოდ ქართულ მოსახლეობას შეუძლია ამ ყველაფრის გამოყენება, არამედ რა თქმა უნდა ტურიზმზეც არის ეს გათვლილი და ეს აპლიკაცია უშუალოდ და კავშირში არის საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციასთან, ასევე ტურიზმის განვითარებასთან და ძალიან დიდ და დადებით სარგებელს მოუტანს სრულიად საქართველოს ეკოსისტემას. ანუ ეს არის თქვენი მოლოდინები. მოლოდინებზე კიდევ ვისაუბრებთ აუცილებლად, მაგრამ მანამდე საინტერესოა უშუალოდ იდეა საიდან გაჩნდა, საიდან აიღეთ მოდელი მსგავსი პროდუქტის შექმნისა, თუ მიმდინარეობს მუშაობა პროდუქტის უფრო მეტად დახვეწაზე მაგალითად. რა თქმა უნდა, იდეაც ეს ყველაფერი არ არის არც ერთი ქვეყნიდან, არც ერთი მოცემულობიდან აღებული. ეს იდეა არის შექმნილი აბსოლუტურად ნულიდან და მიმდინარეობს ამ პროექტის აქტიურად განვითარება. მოკლედ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მალევე გამოუშვათ ჩვენი აპლიკაცია. აქტიურად ასევე ვეძებთ ინვესტორებსაც, რომლებსაც აქვთ ჩვენაირი ღირებულებები, რა თქმა უნდა, ვარჩევთ ძალიან სწორად. დაინტერესებული პარტნიორები უკვე გვყავს ძალიან ბევრი და აწი უკვე, როდესაც ჩაეშვება ეს აპლიკაცია, რა თქმა უნდა, ბევრად მეტ კომპანიებს მოვიზიდავთ და ასე ვთქვათ, შევკრავთ მთლიან აპლიკაციას. რა შესთავაზებს განსხვავებულს თქვენი აპლიკაცია მომხმარებელს? რაც შეიძლება ვერ მიიღოს სხვა სამოგზაურო აპლიკაციებისგან, სხვა სამოგზაურო პორტალისგან მაგალითად. გარდა იმისა, რომ შესაძლებელია იყოს გარკვეული ფინანსური ბენეფიტები. დიახ, რა თქმა უნდა. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ტურიზმს ვემსახურებით, ადამიანი, პოტენციური ტურისტი კარგად იყოს ინფორმირებული, დეტალურად იყოს ინფორმაცია მისთვის მიწოდებული, განთავსების ადგილების შესახებ, კვების ობიექტების შესახებ, აი ამ კუთხით თუ იქნება სრულყოფილი აპლიკაცია. ჩვენს აპლიკაციაში იქნება ჩაშენებული AI, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, რომ თქვათ თუ ერთი ადგილიდან მეორე ლოკაციამდე მიდის, აი მაგალითად ავიღოთ თბილისი, ბათუმი, ყველაზე აქტიური ორი ადგილი, ქალაქი. მომხმარებელი როდესაც მიდის თბილისიდან ბათუმამდე, გზად ჩვენი აპლიკაცია აჩვენებს, რა თქმა უნდა, რუკას, შესთავაზებს, თუმცა ამავდროულად ამ რუკასთან ერთად მოცემული იქნება ჩვენი პარტნიორი კომპანიები გზად, თუ სად არის, რამდენ მეტრშია,
რას თავაზობს, ეს იქნება გართობა, სასტუმრო, კვებითი ობიექტები და ასე შემდეგ. ამიტომ მათთვის ძალიან მარტივი იქნება ეს გზა, გამარტივებული იქნება ფაქტობრივად. ასევე ჩვენ გვექნება AI, როგორც ვახსენეთ, ჩაშენებული აპლიკაციაში, ხელოვნური ინტელექტი, რომელიც იმუშავებს ეს აპლიკაცია. დიახ, რომელიც თქვათ რაღაც კონკრეტულ ბიუჯეტი თუ გაქვს, მას შეუძლია დაგიგეგმოთ აბსოლუტურად ყველაფერი, რაც თქვენ გაინტერესებთ. ეს იქნება თქვათ მთვარსმელობა, ეს იქნება სხვა მუზეუმი, სხვა ინტერესები, რაც გაგაჩნიათ დღის განმავლობაში, ისე დაგიგეგმოთ, როგორც თქვენი ბიუჯეტია და მაქსიმალურად მოერგება ამას. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მომხმარებელი კმაყოფილი იყოს, კომფორტულად იყოს და ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს გამოცდილება უფრო დადებითი გავხადოთ მომხმარებლისთვის. გასაგები, აჭარა რა დოზით იქნება წარმოდგენილი ამ აპლიკაციაში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეგიონი ტურისტული თვალსაზრისით არის აჭარის რეგიონი. რა თქმა უნდა. თუ გექნებათ აქცენტები, მაგალითად მაღალმთიან აჭარაზე, აჭარის ღირსშესანიშნაობებზე. აუცილებლად ეს პროექტი მოიცავს არა მხოლოდ აჭარას, არამედ აბსოლუტურად ყველა რეგიონს საქართველოში. რა თქმა უნდა, აჭარა ეს ამას გვერდს ვერასოდეს ვერ აუვლით. აჭარაში ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობა არის, რაც აქტიურად იქნება ჩართული ჩვენს აპლიკაციაშივე. ჩვენ ასევე გვაქვს გეგმაში, რომ გქონდეს ავტობუსები, რომელსაც უფასოდ შევთავაზეთ მომხმარებელს იმისთვის, რომ ავაღორძინოთ ის რეგიონები, ის ადგილები, სადაც სამწუხაროდ ამ მომენტში იმდენი ტურისტი არ ყავს, რამდენს ნამდვილად იმსახურებს მოგეხსენებათ. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რეგიონალური განვითარება, ეკონომიკური განვითარება საერთოდ სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ ამ აპლიკაციით და რა თქმა უნდა ეს აჭარასაც უშუალოდ ეხება. კარგით, ინვესტიციები ვახსენეთ და აი ამ კუთხით თუ გექნებათ აქტივობები, იმიტომ რომ როგორც ხვდები, ეს პორტალი არ იქნება მხოლოდ საინფორმაციო სამოგზაურო პორტალი. ერთგვარი საინფორმაციო, ესე ვთქვათ, წყაროც შეიძლება იყოს უცხოელი ბიზნესმენებისთვის, დაინტერესებული ადამიანებისთვის. აი ამ კუთხით თუ გექნებათ რაიმე აქტივობები. აქტივობებს გულისხმობთ თავად უცხოელი ინვესტორების მაგალითად საერთაშორისო ღონისძიებების შეხვედრები, ივენთების მოწყობა, რომელთაც შეიძლება დაინტერესდნენ მოგზაურები, შეიძლება დაინტერესდნენ ბიზნესმენები. რა თქმა უნდა, ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ ფესტივალები საქართველოს სრულ მასშტაბში, ეს იქნება როგორც ცნობილი ადგილები, ასევე უცნობი ტურისტული ლოკაციები, სადაც ჩვენ გავაკეთებთ ფესტივალებს, ფასოდ ჩავიყვანთ ტურისტს, ასევე რა თქმა უნდა ქართველ ლოკალურ მოსახლეობას და ამ ფესტივალებით ჩვენ ვცდილობთ, რომ ავაღორძინოთ ადგილობრივი ეკოსისტემა, როგორც ეკონომიკური, ისე ტურისტული და მივცეთ საშუალება მოსახლეობასაც, რომ ჩაერთონ ამ გამოცდილებაში და თავიანთი წვლილიც რა თქმა უნდა შეიტანონ, მივცეთ უფლება და მივცეთ საშუალება იმისა, რომ აწარმოონ თავიანთი ბიზნესები, გაყიდონ თავიანთი სხვადასხვა არ აქვს მნიშვნელობა რაც სურთ და მოკლედ გვინდა რომ მაქსიმალურად საერთოდ სხვა უმაღლეს ეტაპზე ავიყვანოთ სრულად საქართველოს მასშტაბში როგორც ტურიზმი, ასევე ეკონომიკა. გასაგებია და აუცილებლად უნდა დაგისვათ ეს კითხვა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიცით რომ გასული წლის შემოდგომიდან საკმაოდ რთული პოლიტიკური პროცესები ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, ხედავთ განგრძობით ყოველდღიურ აქციებს პრაქტიკულად დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ამან შესაძლებელია ძალიან ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს ქვეყნის ეკონომიკაზე და განსაკუთრებით და პირველ რიგში შესაძლოა დაარტყას ტურიზმს, დაარტყას ცოტა უხეშად რომ ვთქვათ. ტურიზმის სექტორს შეიძლება შეუქმნას პრობლემები. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით როგორია თქვენი მოლოდინები? ჩვენ მაქსიმალურად პოზიტიურად ვართ განწყობილები, რადგან ეს აპლიკაცია, როგორც მოგახსენეთ, არა მხოლოდ ტურისტებს, არამედ ჩვენს მოსახლეობასაც აქტიურად გამოადგება და ძალიან საჭირო იქნება. ასევე ჩვენ პროვიჟენის, ასე ვთქვათ, განგრძობით კომპანიებიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს იმის წყაროები, რომ თქვათ, ტურიზმის სფეროც და სხვა მხრივ მოვიზიდოთ ხალხი. ამიტომ ყველა მხრივ მაქსიმალურად
პოზიტივს ვინარჩუნებთ და ჩვენ ჯერა და ველოდებით ასევე როგორც ტურისტულ ნაკადს, ასევე ველოდებით ჩვენს მოსახლეობას, როგორც ჩვენს მომხმარებელთა ჭრილში, ასე ვთქვათ. და ინვესტორებსაც. რა თქმა უნდა. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა გვანცა წარმატებებს გისურვებთ თქვენ საქმიანობაში. ეს გვანცა ქირია გახდათ, საუბრობდით ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული აპლიკაციის შესახებ, მოგზაურობისა და საქართველოსა და აჭარის რეგიონის შესახებ ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციის მოძიებისთვის. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში გადაცემის მეორე ბლოკში გავიგებთ თუ როგორ მუშაობს ინოვაციური პროდუქტი იურიდიული დახმარების აპლიკაცია კოდექსი. მის შესახებ ჩვენ შეკითხვებს სტუმარი აპლიკაციის შემქმნელი იურიდიული კომპანია NG-ს დირექტორი ზურაბ კონცელიძე უპასუხებს. მანამდე კი კვლავ სტატისტიკა და კომენტარი. დავიწყოთ ისევ სტატისტიკით და ამჯერად გავეცნოთ უახლეს მონაცემებს ადგილობრივ ექსპორტზე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით მიმდინარე წლის იანვარში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ქვეყნიდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე გაიზარდა 19.3% და მიაღწია 404 მილიონ ამერიკულ დოლარს. რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, ანუ ექსპორტს რეექსპორტის გარეშე გაიზარდა 11.6% და გადააჭარბა 186 მილიონ დოლარს. ამავე მონაცემებით მიმდინარე წლის იანვარში წინა წლის იგივე თვესთან შედარებით ადგილობრივი ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში შემცირდა 3.2% და შეადგინა 46.1%, რაც შეეხება დინამიკას 2024 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში იყო 59.3%, 2023 წლის იანვარში 57.2%, ხოლო 2022 წლის იანვარში 71%-მდე. მონაცემები დინამიკაში საქსტატის ინფორმაციით 2024 წლის განმავლობაში ადგილობრივი ექსპორტი ძირითადად მზარდი იყო წლის პირველ ნახევარში, ხოლო წლის ბოლოსკენ დაფიქსირდა შემცირების ტენდენცია. კერძოდ თუ ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა იანვარში იყო 167 მილიონ დოლარამდე, ივლისში გადააჭარბა 312 მილიონ დოლარს, ოქტომბერში მიაღწია პიკს 345 მილიონ დოლარს და წლის ბოლოს შემცირდა 100 მილიონ დოლარზე მეტით 223 მილიონ დოლარამდე. მონაცემები უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების შესახებ საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ყველაზე დიდი წილი 17% მოდის რუსეთზე, რაც შეეხება სხვა ქვეყნებს ექსპორტის 11%-მდე მოდის თურქეთზე, 8.7% ჩინეთზე, 6.1% ბულგარეთზე, 5.8% სომხეთზე, 5.4% აზერბაიჯანზე, ხოლო 46.1% დანარჩენ ქვეყნებზე. და ბოლოს მონაცემები უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო პოზიციების შესახებ საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის იანვარში განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტის ყველაზე დიდი წილი 7.4% მოდის სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებზე, რაც შეეხება სხვა საქონელს 7.2% მოდის უშაქრო მინერალურ და მტკნარ წყლებზე, 6.9% ყურძნის ნატურალურ ღვინოებზე, 6.8% აზოტოვან სასუქებზე, 6% სპირტიან სასმელებზე, ხოლო 5.6% დამუშავებულ ან ნახევრად დამუშავებულ ან ფხვნილის სახით გატანილ ოქროზე. ასეთი ადგილობრივი ექსპორტის შედეგები მიმდინარე წლის იანვრისთვის, ახლა ვიდეო მასალა იურიდიული დახმარების აპლიკაციის პრეზენტაციიდან პირდაპირ ეთერში მალე სტუმართან ერთად დავბრუნდებით. თანამედროვე რეალობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართლის სხვადასხვა დარგის გაციფრულება რომ მოხდეს და განსაკუთრებით საინტერესოა თუ კი ეს ხდება ადმინისტრაციული სამართლდარღვევის მიმართულებით, რადგან როგორც წესი ყველაზე ხშირი და აქტიური მომართვენება სწორედ ამ კუთხით გვაქვს იურისტებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების შექმნა და მისი გამოყენებით სხვადასხვა ადგილზე მცხოვრებ მოქალაქეებთან მისვლა და მათთვის კონსულტაციის გაწევა. ფაქტობრივად ამ ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელი გახდება, რომ ნებისმიერ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქემ მიიღოს კონსულტაცია. თან კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია და ძალიან მარტივად მოითხოვოს საკუთარი დარღვეული უფლებების აღდგენა. როგორც წესი, არა იურისტისთვის ძალიან რთულია კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასოს სახეზად არის თუ არა მასთან მიმართებით რაიმე ტიპის დარღვევა. ამიტომ ეს აპლიკაცია იქნება ერთგვარი გამარტივების გზა იმისთვის, რომ მან დაადგინოს არის თუ არა შეელახული რომელიმე მისი უფლება. თუ კი ჩათვლის რომ ეს ასეა და სახეზეა, შემდგომ უკვე საჩივრის ფორმით უშუალოდ ისევ აპლიკაციის გამოყენებით მას შეიძლება რომ მოითხოვოს
მოითხოვოს, ასე ვთქვათ, ამ უფლებების აღდგენა, რაც ძალიან მისასალმებელია, რადგან თანამედროვე რეალობაში განსაკუთრებით აუცილებელია, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს სწორმა კვალიფიციურ იურიდიულ კონსულტაციას. ვფიქრობ, რომ მაშინაც თანამედროვე ეპოქაში ყველას აქვს წვდომა ინტერნეტთან და ძალიან მარტივად იყენებენ ნებისმიერ ტიპის აპლიკაციებს. მგონია, რომ ეს აპლიკაციაც მარტივი უნდა იყოს მათთვის გამოსაყენებლად, განსაკუთრებით მაშინ, რომ ყველას აქვს smartphone და ყველას შეუძლია მარტივად შევიდეს, დარეგისტრირდეს და მიიღოს შესაბამისი კონსულტაცია. NG-ის ასე ვთქვათ, გენერალური დირექტორის მიერ ასე ვთქვათ, ახალ აპლიკაციაზე დაყრდნობით შესაძლებელია ანუ ეს ინოვაციური პროექტი ჩაეშვას ბაზარზე ძალიან ბევრი ადამიანი მოიხმარს სოციალურ გვერდებს, მათ შორის აპლიკაციასაც და ძალიან მარტივდება ყოველდღიურ ურთიერთობაში, ასე რომ ვთქვათ, იურიდიული მომსახურებების კუთხით ეს სფერო და აქედან გამომდინარე თავად ბატონ ზურასაც სურს, რომ ანუ საზოგადოებამ უფრო მარტივად მიიღოს საადვოკატო მომსახურება, იურიდიული მომსახურება და სხვა ის მნიშვნელოვანი, ასე რომ ვთქვათ, ინფორმაციები, რაც ამ ვებგვერდზე იქნება დატანილი. დღეს მოვისმინე ძალიან მნიშვნელოვანი და ინოვაციური, რაც ჯერ საქართველოში არავის არ დაუნერგავს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული პროექტი იქნება. ეჭვიც არ მეპარება, რომ გაცდება ქვეყნის გარეთაც. ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ უამრავი ემიგრანტი საჭიროებს, ასე რომ ვთქვათ, დისტანციურ იურიდიულ დახმარებას და ამის შესაძლებლობა ზოგჯერ არ აქვთ და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის. და ახლა ჩვენ შეკითხვებს აპლიკაცია კოდექსზე მისი შემქმნელი იურიდიული კომპანია NG-ის დირექტორი ზურაბ კონცელიძე უპასუხებს. საღამოშიდობის ბატონო ზურაბ, დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. საკმაოდ საინტერესო პროდუქტი შეიქმნა, შეიძლება ასე ითქვას, თქვენი ინიციატივით. მოდით უფრო დეტალურად რომ განვმარტოთ, ვისთვის არის ეს პროდუქტი განკუთვნილი და რა პირობებით იქნება შესაძლებელი მისი გამოყენება, როგორც ფიზიკური პირების მხრიდან, ასევე იურიდიული პირების მიერ. მოგესალმებით, მადლობა იმისათვის, რომ მომეცა საშუალება უფრო დეტალურად გავაცნო ინფორმაცია თქვენს მაყურებელს, ჩვენს მოქალაქეებს. დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენმა კომპანიამ ამ აპლიკაციის შედგენა და შექმნა გადაწყვიტა იმის გამო, რომ უფრო მარტივი გამხდარიყო სამართლებრივი დახმარების, იურიდიული დახმარების მიწოდება თითოეული მსურველისათვის, თითოეული მოქალაქისათვის და უფრო ასე ვთქვათ, დროში მოგეხსენებათ იურიდიული დახმარება იმ სპეციფიკის მომსახურების სფეროს მიეკუთვნება, სადაც დრო ძალიან მნიშვნელოვანია. დროული რეაგირება უფლებების დაცვის ნაწილში არის წარმატების გარანტია, შეიძლება ითქვას. აქედან გამომდინარე ჩვენ შევქმნით აპლიკაცია, რომელშიც რეგისტრაცია არის ძალიან მარტივი და ამ რეგისტრაციის შემდეგ უკვე იხსნება ფართო სპექტრი სერვისებისა, რომლითაც სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს. ასევე ძალიან რა სერვისებზე ამ შემთხვევაში საუბარი? ანუ შეუძლია მაგალითად ბიზნესის წარმომადგენელს, რომელიც არის დროში შეზღუდული, აიღოს ეს აპლიკაცია, დაიწყოს მისი გამოყენება, დარეგისტრირდეს, აღმოაჩინოს, რომ რომელიღაცა ადმინისტრაციულ ორგანოსთან რაღაც საკითხები აქვს გასარჩევი, სასამართლო დავა აქვს, წამოსაწყები. აი ამ დეტალებზეც რომ ვისაუბროთ თუ შეიძლება. კი ბატონო, რა თქმა უნდა, აპლიკაცია გათვლილი არის როგორც ფიზიკურ პირებზე, ასევე რა თქმა უნდა, ბიზნეს სუბიექტებზე, იურიდიულ პირებზე. მარტივი რეგისტრაციის შემდეგ შესაძლებელია ამ აპლიკაციის სერვისების მაქსიმალური გამოყენება. ანუ რა იგულისხმება ამ შემთხვევაში? ჩვენ შევქმნით ხელშეკრულებების მაქსიმალურად სამართლებრივად გამართული ფორმები, რომლებსაც გააჩნიათ ასე ვთქვათ, აგებულება, კონსტრუქტორის ფუნქცია, სადაც აი ეს ხელშეკრულების ტექსტი, მუხლობრივი დიფერენციაცია მოგხსენებათ, სამართლებრივი დოკუმენტს აქვს თავისი დიფერენციაცია მუხლობრივი, ის იყოფა თავებად, მუხლებად, პუნქტებად. შესაბამისად, ჩვენ ავაგეთ კონსტრუქტორი, სადაც თითოეულ ველში მოცემული არის კონკრეტული სამართლებრივად დამუშავებული ტექსტი, სადაც გათვალისწინებულია მხარეთა უფლებები, ვალდებულებები, პირობები და ასე შემდეგ. აღნიშნული ასე ვთქვათ, სამართლებრივად დამუშავებული ტექსტი მაქსიმალურად არის მიახლოებული იმ სამართლებრივად გამართულ
ასე ვთქვათ, ხარისხთან, რომლის გამოყენებაც ხშირ შემთხვევაში ხდება იუსტიციის სახლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში, ნოტარიუსებთან და ასე შემდეგ. ამ კონსტრუქტორს ეს ალბათ ერთ-ერთი კომპონენტია ამ ერთ-ერთი კომპონენტია და აი მის სპეციფიკას გეტყვით, ახლა რაში მდგომარეობს მისი უპირატესობა. ანუ კონსტრუქტორის მეშვეობით თითოეული მოქალაქე მისთვის სასურველ აბზაცს ამ ხელშეკრულებიდან თავად მონიშნავს. ანუ მას თითოეული მოქალაქე, ეს იქნება ფიზიკური პირი თუ ასევე ბიზნეს სუბიექტი, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ორივე სეგმენტისთვის არის გათვლილი აღნიშნული სამართლებრივი მომსახურება, თავად აირჩევს იმ აბზაცს, იმ სამართლებრივ მოცემულობას, რომელიც მის კონკრეტულ შემთხვევას შეესაბამება. ანუ ხელშეკრულებები არის ჩამოთვლილი სხვადასხვა ველებში, ვთქვათ, ნასყიდობის ხელშეკრულება, იჯარის ხელშეკრულება და ასე შემდეგ და მისი გახსნის შემთხვევაში ჩაშლილი იქნება ყველა ის სამართლებრივი ნიუანსი, რომელიც აუცილებლად შეესაბამება იმ რეალობას, რომელი რეალობის წინაშე დგას თითოეული ფიზიკური პირი თუ იურიდიული პირი. შესაბამისად, მისი მონიშნის შემთხვევაში აპლიკაციის სისტემა ავტომატურად აგებს სამართლებრივ დოკუმენტს და ახდენს მის საბოლოო ვერსიის შედგენას. ანუ დოკუმენტალური სახით ადგენს ნებისმიერ ხელშეკრულებას. მას ამ დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია როგორც იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტისა. კი ბატონო, აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი, მას გააჩნია ფუნქცია ადვოკატის რევიზიასთან დაკავშირებით, ანუ მოქალაქე, როდესაც ან იურიდიული პირი, როდესაც შეადგენს მისთვის სასურველ დოკუმენტს, ამ ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში ეს უკვე შედგენილი ხელშეკრულება ამ შემთხვევაში გადმოგვეგზავნება ჩვენ და ჩვენი იურისტები ახდენენ მის სამართლებრივ რევიზიას. საბოლოო ვარიანტის შედგენის შემდეგ მას ხელმოწერის ფუნქციაც გააჩნია და ნებისმიერი სოციალური ქსელით მისი გადაგზავნა არის შესაძლებელი. ასევე რა თქმა უნდა, ბუნებრივია მისი ამობეჭდა და დოკუმენტალური სახით წარდგენა შესაბამის გასაგებია სამართლებრივი პროცედურების წარმოება თუ იქნება შესაძლებელი ამ აპლიკაციის გამოყენებით, მაგალითად ადმინისტრაციული დავების წამოწყება, საჩივრის მომზადება, გაგზავნა შესაბამის ორგანოებში. კი ბატონო, ასევე ანალოგიური კონსტრუქტორის ფუნქცია გააჩნია ადმინისტრაციულ საჩივარს, მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ან მოძრაობის წესების შესაძლო დარღვევის ფაქტების დროს ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრებაც ანალოგიური პრინციპით ხდება. მოცემული არის ის სამართლებრივი დასაბუთებები, რაც აუცილებელი არის საჩივრების შედგენის დროს, თავად მოქალაქე იმ ვითარების მიხედვით, რა ვითარებაშიც მას მოუვიდა, ასე ვთქვათ, შესაძლო ავტოსაგზაო შემთხვევა, ან ვთქვათ, დაარღვია მოძრაობის წესები, ან ეთანხმება, ან არ ეთანხმება კონკრეტულ ვითარებას, მას შეუძლია ასევე ანალოგიურად შეადგინოს ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის რევიზიასაც ბუნებრივია ისევ ჩვენი იურისტები გააკეთებს და საბოლოო ვარიანტის შედგენის შემთხვევაში მისი მხრიდან ელექტრონული ხელმოწერა განხორციელდება და უკვე ჩვენი აპლიკაცია თავად გადააგზავნის უკვე შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში, რათა თავად მოქალაქე არ იყოს დროში შეზღუდული და თავად არ მოუწიოს მას, ასე ვთქვათ, გარკვეული სამართლებრივი ნიუანსები გათვლილი გვაქვს, ანუ პრობლემის წინაშე არ დადგეს, რადგან გასაგებია, რა უნდა იყოს ამ აპლიკაციის გამოყენების შედეგი? დროის დაზოგვა, ხარჯების დაზოგვა თუ რატომ უნდა დაინტერესდეს მაგალითად ადამიანი ამ აპლიკაციის გამოყენებით? კი ბატონო, უპირველესად ის რომ ძალიან მარტივი არის მისი გამოყენება ნებისმიერი ადგილიდან ოფისში მისვლის გარეშე, ადვოკატთან პირადი კომუნიკაციის გარეშე არის შესაძლებელი მიიღოს სამართლებრივი დახმარება. ასევე ეკონომია ხდება დროის, უნებრივია გარკვეული სამართლებრივი მანიპულაცია დროში შეზღუდულია და სწრაფ რეაგირებას საჭიროებს და ამასთანავე აპლიკაციის სერვისების სარგებლობა არის უფასო. შესაბამისად, მატერიალური რესურსის დაზოგვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის და არა მარტო ჩვენი მოქალაქეებისთვის და ფაქტობრივად დროში, ძალიან მოკლე დროში მატერიალური რესურსის დაზოგვით შეძლებს ხარისხიანი სამართლებრივი დახმარების მიღებას. ასევე ჩვენ უახლოეს მომავალში ვაპირებთ უკვე როდესაც ჩაიშვება საბოლოოდ დამუშავებული ვერსია აპლიკაციის, ვაპირებთ ხელოვნური ინტელექტის დამატებას, რაც კიდევ უფრო მეტად, ასე ვთქვათ, სწრაფ რეაგირებას მოახდენს, სწრაფად მოემსახურება
ჩვენი აპლიკაცია თითოეულ მომხმარებელს. ასევე შემდგომში უკვე ბევრი პროექტი გვაქვს და ბევრი სერვისის დამატებას ვაპირებთ, ასევე საწვავებთან დაკავშირებით, რაც მძღოლებისთვის და იმ ავტომანქანის მფლობელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იქნება. ასევე აპლიკაციას რაც ასევე მნიშვნელოვანია გააჩნია ორი ველი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მომხმარებელი პირდაპირ გადავიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე და მიიღოს შესაბამისი სერვისები. ასევე მოგეხსენებათ, ხშირ შემთხვევაში პრობლემა ხდება დროის შეზღუდულობიდან გამომდინარე ნოტარიუსის სერვისების მიღებასთან დაკავშირებითაც. შესაბამისად, ჩვენს აპლიკაციას გააჩნია ველი, რომლის მეშვეობითაც პირდაპირ ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე გადადის მომხმარებელი. ესეც ერთ სივრცეში მოქცეული სამართლებრივი მომსახურებაა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ექნება საშუალება ერთ სივრცეში მიიღოს მისთვის სასურველი სამართლებრივი სერვისი. გასაგებია და როდიდან ვაპირებთ, რომ ეს აპლიკაცია გააქტიურდეს და სრულყოფილი სახე ინფორმით, რომ გამოსაყენებლად შესაძლებელი იყოს, აი სრულყოფილი სახე როდის ექნება უკვე? კი ბატონო, უკვე სრულფასოვანი გამოყენება შესაძლებელი იქნება 20 მარტიდან. ჩვენ ახლა Google-ის სოციალურ პლატფორმაზე ანუ მისი პუბლიკაციისთვის აუცილებელი პირობების გავლა გვაქვს დაწყებული. ჩვენ პრაქტიკულად მისი მოთხოვნები სრულად გვაქვს დაკმაყოფილებული, მხოლოდ სატესტო რეჟიმს გადის, რაც გარკვეულ პერიოდს მოითხოვს, რომ შეფერხების გარეშე ისარგებლოს ჩვენმა მომხმარებელმა აღნიშნული აპლიკაციით. და ყველაზე მთავარი, რაც მაინტერესებს ამ შემთხვევაში და ამით დავასრულოთ. რამგანა პირობა ასეთი პროექტის შექმნის და რეალიზების საჭიროება უდგათ ესე ვთქვათ ადამიანებს საჭიროება იმისა, რომ მსგავსი სერვისი არსებობდეს და ისარგებლონ, არის მოთხოვნა ამასთან დაკავშირებით? კი ბატონო, ჩვენ ხშირად ასე ვთქვათ ერთგვარი პრობლემის წინაშეც ყოფილვართ, ანუ მომხმარებელი ჩვენი კლიენტი, ანუ ვისაც ადამიანს ესაჭიროება სამართლებრივი დახმარება, ან არ იმყოფება საქართველოში, ან თქვათ გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებს საადვოკატო ოფისში მოსვლას. ეს ჩვენი აპლიკაცია მიცემს საშუალებას ნებისმიერი ადგილიდან დისტანციურად მიიღოს შეფერხების გარეშე მისთვის სასურველი სამართლებრივი დახმარება. ეს ერთგვარი საზოგადოებრივი პროექტიც არის, რაც საშუალებას მიცემს ადამიანს ნებისმიერ მომხმარებელს მიიღოს სწორი კონსულტაცია. ზოგჯერ არის ესეთი მნიშვნელოვანი ეტაპები, როდესაც ადამიანს ესაჭიროება სწორი რჩევა, რათა სწორად გადაწყვიტოს მისთვის სასურველი საკითხი, რადგანაც არასწორი, თქვათ სამართლებრივად არასწორი მოქმედება შესაბამის უარყოფით შედეგებსაც იწვევს. აქედან გამომდინარე, სწრაფი და ხარისხიანი სამართლებრივი დახმარების მიღება შეიძლება ითქვას წარმატების საწინდარეა. გასაგებია, მოკლედ წარმატებებს გისურვებთ. იმედი მაქვს, რომ მალე დადგება დრო, როდესაც მსგავსი სერვისებით ადამიანები უფრო აქტიურად ისარგებლებენ, მით უმეტეს თუ ამ სერვისებში გამოყენებული იქნება ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებიც. კიდევ ერთხელ წარმატებები, ეს ზურაბ კონცელიძე გახდათ და ვსაუბრობდით ახალ ინოვაციაზე, აპლიკაციაზე, რომლის საშუალებითაც ადამიანებს შეუძლიათ იურიდიული სერვისების მიღება. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში გადაცემის დასკვნით ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება ქეთევან ზაქაიძე, კომპანია გასტრომითის კომერციული დირექტორი. ჩვენ მასთან საწარმოო პროცესში ახალი ტექნოლოგიების გამოყენების დადებით ეფექტებსა და მომხმარებლის ნდობის ასამაღლებელ თანამედროვე მიდგომებზე ვისაუბრებთ. ქალბატონი ქეთევანი უკვე სტუდიაშია და მალე შემოგვიერთდება, მანამდე კი კვლავ სტატისტიკა და კომენტარი. დავიწყოთ ამჯერადაც რიცხვებით და გავეცნოთ უახლეს მონაცემებს მეცხოველეობისა და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების შესახებ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2024 წლის ბოლოსთვის წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით მსხვილფეხარ ქოსანი პირუტყვის რაოდენობა 3.1%-ით შემცირდა და 812,000 სულამდე შეადგინა, რაც შეეხება ფურსა და ფურკამეჩს, მათი რაოდენობა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით შემცირებულია 5%-ით და შეადგენს 398,000 სულს.
ამავე მონაცემებით 2024 წელს შემცირდა ღორის, ხოლო გაიზარდა ფრინველის რაოდენობა. კერძოდ საქსტატის წინასწარი მონაცემებით ღორის სულადობა 2023 წელთან შედარებით შემცირდა 8.6% და შეადგინა 129,000 სული, რაც შეეხება ფრინველს, მისი რაოდენობა გაიზარდა 3.4% და მიაღწია 7.9 მილიონ ფრთას. მონაცემები რძის წარმოების შესახებ ამ შემთხვევაში ფიქსირდება კლება, კერძოდ საქსტატის წინასწარი მონაცემებით 2024 წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 2.2% შემცირდა და შეადგინა 102.5 მილიონი ლიტრი, რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს 2024 წელს წინა წელთან შედარებით რძის წარმოება შემცირებულია 2.3% და შეადგენს 570.7 მილიონ litrს. მონაცემები ხორცის წარმოების შესახებ ამ შემთხვევაში ფიქსირდება ზრდა, კერძოდ საქსტატის წინასწარი მონაცემებით 2024 წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით ხორცის წარმოება გაიზარდა 7.1% და შეადგინა 26.5 ტონა. რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, ამ შემთხვევაში ხორცის წარმოების მაჩვენებელი 2024 წელს წინა წელთან შედარებით გაზრდილია 6.3% და აღწევს 84,000 ტონას და ბოლოს მონაცემები კვერცხის წარმოების შესახებ ამ შემთხვევაში ფიქსირდება ზრდა, კერძოდ საქსტატის წინასწარი მონაცემებით 2024 წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით კვერცხის წარმოება გაიზარდა 4.3% და გადააჭარბა 169 მილიონ წელს, რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, კვერცხის წარმოება 2024 წელს 2023 წელთან შედარებით გაიზარდა 0.4% და გადააჭარბა 653 მილიონ წელს. ასეთი იყო უახლესი სტატისტიკური მონაცემები საქართველოს მეცხოველეობისა და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების შესახებ. ახლა ვიდეო მასალა ახალი ტექნოლოგიებითა და მიდგომებით ნახევარფაბრიკატების წარმოება რეალიზაციის შესახებ, რის შემდეგაც პირდაპირ ეთერში სტუმართან ქეთევან ზაქაიძესთან ერთად დავბრუნდებით. გასტრომითი შეიქმნა იმ იდეით, რომ მიგვეწოდებინა მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის ნედლი ხორცი, ნახევარფაბრიკატები და პრემიუმ ხარისხის თანმიმდევი პროდუქტები. მაღაზია არის აღჭურვილი თანამედროვე დანადგარებით, რაც გულისხმობს მაღალი სტანდარტებით პროდუქციის მომზადებას და შენახვას. ასევე გვაქვს ჰასპის სტანდარტი დანერგილი, რაც უზრუნველყოფს ხარისხის კონტროლს წარმოების ყველა ეტაპზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ მაღაზიაში არის გამჭვირვალე წარმოება, რაც მომხმარებელს აძლევს იმის საშუალებას, რომ თვალნათლივ დაინახოს პროდუქტის მომზადების პროცესი. ჩვენ გვაქვს ნახევარფაბრიკატების როგორც ხორცის, ასევე ცომის მიმართულებაც, ასევე გვაქვს ნედლი ხორცი, რომელიც მოიცავს როგორც საქონლის, ასევე ღორის და ქათმის ხორცს. რაც შეეხება მოთხოვნა არის როგორც ნედლ ხორცი, ასევე ნახევარფაბრიკატებზე. გარდა საცალო ვაჭრობისა, ასევე გვაქვს სხვადასხვა კომპანიებთან მოლაპარაკებები, რომ დავიწყოთ მათთანაც თანამშრომლობა, როგორც ხორცის მიმართულებით, ასევე ნახევარფაბრიკატების მიმართულებით. თითქმის თვენახევარია, რაც გავიხსენით და მოთხოვნა ძალიან მაღალია, უმეტესად მოთხოვნა არის ნახევარფაბრიკატებზე და ნედლ ხორცზე, რომლის დიდი ასორტიმენტი გვაქვს წარმოდგენილი მაღაზიაში. ამიტომაც ვგეგმავთ, რომ გავფართოვდეთ და რამოდენიმე მაღაზია დავამატოთ როგორც ბათუმში, ასევე რეგიონებში. ძალიან მომეწონა გარემო, წარმატებებს უსურვებ გუნდს, დამხვდა დიდი ასორტიმენტი და რაც ყველაზე მისასალმებელი და სასიამოვნო ის, რომ თვალსაჩინო წარმოების პროცესი. ჩემი აზრით ეს ჩვენი ქალაქისთვის ძალიან კარგი სიახლეა და ვისურვებდი, რომ ბევრი ესეთი ობიექტი იყოს ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში. და ახლა უფრო მეც ბათუმში გახსნილი ახალი ობიექტის შესახებ დაპირებისამებრ სტუმარი კომპანია გასტრომითის კომერციული დირექტორი ქეთევან ზაქაიძე გვეტყვის. საღამოშვიდობის ქეთევან. დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. თანამედროვე ბიზნესი სულ უფრო და უფრო მეტად ხვეწავს მიდგომებს, შეიძლება ასე ითქვას და დგამს ნაბიჯებს, რომელმაც შეიძლება ამაღლოს როგორც პროდუქციის წარმოების ხარისხი, სერვისების დახვეწის და მიწოდების, სერვისების წარმოების და მიწოდების ხარისხი, ასევე ბუნებრივია
მომხმარებლის ნდობაც მიწოდებული პროდუქციისა და სერვისებისადმი. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი საინტერესო გადაწყვეტაა, ვერ ვიტყვით რომ უნიკალური სიახლეა, იმიტომ რომ მსგავსი ესე ვთქვათ გადაწყვეტა გვინახია სხვადასხვა ობიექტებში, მაგრამ მასშტაბია ამ შემთხვევაში განსხვავებული შეიძლება ითქვას და ამ კუთხით არის თქვენი გადაწყვეტილება საინტერესო. რას გვაძლევს მიდგომა, რომ მოდით ვაჩვენოთ ჩვენს მომხმარებელს რას ვამზადებთ და როგორ ვამზადებთ? მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. გასტრომითის იდეა წარმოიშვა იქიდან, რომ შეგვექმნა მომხმარებლისთვის მიგვეწოდებინა ისეთი პროდუქტი, როგორც არის ხარისხიანი ხორცი და ნახევარფაბრიკატები. მოგეხსენებათ და დამეთანხმებით, რომ გასტრომიტში როგორი რომ შეხვალთ მაღაზიაში შესაბამისად წარმოიშობა ოჯახური გარემო, იქიდან გამომდინარე, რომ ჩანს თვითონ მომხმარებელი უყურებს როგორი მზადდება ხინკალი, როგორ მუშაობს ყასაბი შიგნით და შესაბამისად ეს ყველაფერი თვალსაჩინოა და მომხმარებლისთვის მისაღები. ასევე ჩვენთან არის დანერგილი ჰასპის სტანდარტი, რაც უზრუნველყოფს გასტრომიტში წარმოების პროცესების ხარისხობრივ ზრდას და წარმოჩენას და შესაბამისად მომხმარებლისთვისაც ხარისხიანი პროდუქციის მიწოდებას. მიდგომები, ანუ ახალი ტექნოლოგიები, რაც ჩვენთან არის დაგეგმილი და განხორციელებული, ახორციელებს იმას, რომ პროცესი უფრო უკეთ წარიმართოს, წარმოების პროცესი უშუალოდ დროულად მიეწოდოს, რა თქმა უნდა, წარმოებიდან მომხმარებლის დახლამდე და მომხმარებლამდე ეს პროდუქცია და შესაბამისად ეს ყველაფერი უფრო უზრუნველყოფს ხარისხიან მიწოდებას მომხმარებლამდე. თქვენ იყენებთ თანამედროვე და უახლეს ტექნოლოგიებს, დასავლურ ტექნოლოგიებს წარმოებისას. ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ხშირად ეს მოქმედებს წარმოებული პროდუქციის ხარისხზე, ამაღლებს ნდობას ამ პროდუქციისადმი მომხმარებლისას. აი ამ კუთხით რა ინოვაციები გაქვთ დანერგილი? კი ბატონო, ან ჩვენი ეს ახალი ტექნოლოგიები და დანადგარები შემოსული არის გერმანიიდან, რაც ჩვენ ხელს გვიწყობს უკეთესი წარმოების პროცესში ჩართულობაზე. მოგეხსენებათ ეს პროცესი დანადგარება, ანუ ეს პროცესი კომპანიისთვის ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ამცირებს დროის მენეჯმენტს, ანუ უფრო მეტად ვაწარმოებთ იმ პროდუქციას, რაც მომხმარებელს მეტი რაოდენობით სჭირდება, რადგანაც მოთხოვნა ბაზარზე საკმაოდ დიდია და შესაბამისად ჩვენც ვცდილობთ, რომ ეს მოთხოვნა არ ჩავაგდოთ და უფრო უკეთესად წარმართოთ ეს პროცესი. და ასევე ხარისხობრივადაც ანუ ხარისხი არ უნდა შეიცვალოს ჩვენ წარმოებაში, ერთადერთი ჩვენი მიზანია და მიზეზია, რომ პროდუქცია უნდა იყოს ხარისხიანი, რაც იყო გახსნიდან დღემდე და ასე უნდა განვითარდეს ბოლომდე. როდესაც მომხმარებელს აჩვენებ, რას აწარმოებ და როგორ აწარმოებ, ეს ერთგვარად უფრო მაღალი პასუხისმგებლობაა. აი როგორ გადაწყვეტეთ ეს მიდგომა, როგორ უმკლავდებით ამ პასუხისმგებლობას? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ საკმაოდ პრეტენზიული მომხმარებელი გვყავს. შეიძლება რაღაც შეამჩნიონ იქ, რაც არ მოეწონონ მაგალითად. ეს ტექნოლოგიები იმდენად დახვეწილია და იმდენად განვითარებულია ჩვენთან ეს დანადგარების და ტექნოლოგიური პროცესებიც, რომ შესაბამისად მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს პროცესები, რა თქმა უნდა, არ იყოს ჩავარდნილი. მიუხედავად ამისა, ეს ტექნოლოგიების დანერგვაზე, რა თქმა უნდა, თანამშრომლების გადამზადებაც გვიწევს ამ პროცესების გავლა და ეს კი არის რა თქმა უნდა კომპანიის ხარჯებთან დაკავშირებული, მაგრამ შესაბამისად ამ ყველაფერს თანამშრომლების გადამზადებით ვუმკლავდებით და მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ბაზარზე თანამშრომელთა რაოდენობა და კვალიფიციურობა ცოტა რთულია ამის მოძებნად, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ამის გადამზადება შესაბამისი კვალიფიციის განხრით. საინტერესოა თვითღირებულების საკითხი, იმიტომ რომ ასეთ ტექნოლოგიების დანერგვა ახალ კონცეფციაში გადაწყვეტა განსხვავებული მიდგომა აძვირებს ესე ვთქვათ გარკვეულწილად წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებას. აი ამის დაბალანსებას როგორ ახერხებთ? ეს ახალი ტექნოლოგიური მიდგომები მინდა გითხრათ, რომ თვითღირებულებას აძვირებს რაღაცა კუთხით, მაგრამ ანუ არის ისეთი შესაძლებლობები, რომ ელექტროენერგიის მოხმარება ნაკლები და ეს ახალი ტექნოლოგიები ამას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ჩვენც იმდენად არ გვეძვირდება თვითღირებულება, როგორც ხარისხია ჩვენი კომპანიისთვის თავარი და მომხმარებელიც კმაყოფილია როგორც ფასის მხრივ, ასევე ხარისხის მხრივ.
შედეგები როგორია, შეიძლება ასე ითქვას, პირველი შედეგები, იმიტომ რომ არც ისე დიდი ხნის წინ არის გახსნილი ეს მინი საწარმო ობიექტი. კი, სულ ჯერ ორი თვე არც არის. ჯერ ორი თვე არც არის, რაც გავიხსენით. ჩვენი წარმოება და გასტრომითი მიმართულია ძირითადად ნახევარფაბრიკატებზე, როგორც ცომეული, ასევე ხორცის ნახევარფაბრიკატებზე და ხორცის თვითონ ნედლი ხორცის მიმართულებით. მოთხოვნა არის ძალიან დიდი, ანუ ყავს როგორც ადგილობრივი, ჩვეულებრივი მომხმარებელი, ასევე თანამშრომლობთ დიდ კომპანიებთან, ანუ გვაქვს როგორც საცალო გაყიდვა, ასევე საბითუმო გაყიდვა და შესაბამისად მოთხოვნაც უფრო დიდია. თანამშრომლობთ როგორც შეპეს რესტორნებთან და გვაქვს მიწოდება ასევე ხორცის ხარისხობრივად, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ესე ვთქვათ პროდუქციას, დასამუშავებელი პროდუქციის მიღებას თუ თანამშრომლობთ ფერმერულ მეურნეობებთან, მომწოდებლებთან, კერძო მომწოდებლებთან მაგალითად. კი ბატონო, თანამშრომლობთ თვითონ მცირე ფერმერულ მომწოდებლებთან, მაგრამ გვაქვს ჩვენ რამდენიმე აღმოსავლეთ საქართველოში რამდენიმე ფერმა, სადაც ჩვენ თვითონ გვყავს საქონელი, საიდანაც ხდება ამისი მოწოდება, რა თქმა უნდა, ჰასპის სტანდარტის უზრუნველყოფით და დაგეგმით, მაგრამ გვაქვს ხელშეკრულებები თვითონ მცირე ფერმერებთან, საიდანაც ყიდულობთ თვითონ საქონელს და შემდეგ უკვე უწევთ ამის რეალიზებას. ესენი ადგილობრივი ფერმერები არიან? კი ბატონო, ადგილობრივი ფერმერები. ასე გიგია და სამომავლო გეგმებზეც რომ გითხრათ ორიოდე სიტყვით. ნუ ჯერაც მოგეხსენებათ, სულ ორი თვე არც არის, რაც გავიხსენით, მაგრამ მოთხოვნა იმდენად დიდია ბაზარზე მომხმარებლების მხრიდან და პროდუქციის კმაყოფილება ხარისხის მხრივ, რომ ვაპირებთ განვითარებას უახლოეს მომავალში, გეგმავთ როგორც ბათუმში, ასევე რეგიონებში მაღაზიების გახსნას, წლის ბოლოსთვის ვაპირებთ საკმაოდ განვითარებას და გაფართოებას, როგორც თვითონ მაღაზიების განხრით, ასევე თვითონ წარმოებაში, ანუ მზაკობა, საკონდიტრო და პურფუნთუშეული ხა გვაქვს მცირე წარმოდგენილი, მაგრამ უფრო გაფართოებას ვაპირებთ ამ მხრივ. გასაგებია, წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ეთერში სტუმრობისთვის და დეტალების გაზიარებისთვის. ეს ქეთევან ზაქაიძე გახდათ და ვსაუბრობდით ახალი ტიპის საწარმო მაღაზიაზე, სადაც მზადდება ნახევარფაბრიკატები და ხარისხი უზრუნველყოფილია, შეიძლება ასე ითქვას, თანამედროვე ტექნოლოგიების მხარდაჭერით. ამით მთავარი ეკონომიკაში დასრულებულია. დღევანდელი გადაცემის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს Facebook გვერდზე, სახელწოდებით მთავარი ეკონომიკაში და მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე. ერთმანეთს მომავალ პარასკევს ამავე არხზე იგივე საეთერო დროს შევხვდებით. გმადლობთ რომ გვიყურეთ. ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.